გამარჯობა, მე ელენე სვიტარიძე ვარ, ინტერიერის დიზაინერი და დღეს ერთ პროფესიულ არც თუ ისე საიდუმლოს გაგიზიარებთ. იცოდით, რომ ხშირად დიზაინერები გეგმის დახაზვამდე ვირტუალურ სცენარს ვადგენთ. ეს თქვენი ყოველდღიური ცხოვრების სცენაა, სადაც თქვენი ცხოვრება ვითარდება. სცენარის მონახაზის შესადგენად აუცილებელია დავაკვირდეთ ჩვენს ყოველდღიურ რუტინას და ჩვევებს. როგორ გადავადგილდებით სახლში, რა თანმიმდევრობით ვასრულებთ სხვადასხვა მოქმედებებს. მაგალითად, რას ვაკეთებთ პირველ სახლში შესვლისას, რამდენად ხშირად გავდივართ გზას სამზარეულოდან სასადილო მაგიდამდე, ან დღის რა მონაკვეთში უყურებთ ტელევიზორს. სანამ დეკორატიულ მხარეზე ვიზრუნებთ, სივრცე ჯერ ორ ძირითად ნაწილად უნდა დავყოთ. დღის და ღამის ზონებად. დღის ზონა. ეს არის სივრცე, სადაც ყოველდღიური საქმიანობა, გართობა და სტუმრის მიღება ხდება. ღამის ზონა კი საძინებლები, საგარდერობები და მათთან დაკავშირებული სველი წერტილებია. სასურველია დღის და ღამის ზონები ერთმანეთს არ კვეთდეს. მაგალითად, თუ ტელევიზორთან დიდ დროს ვატარებთ, ამ შემთხვევაში ტელევიზორსა და დივანს შორის ხშირი ავლა-ჩავლა აუცილებლად გახდება ყოველდღიური დისკომფორტის ნაწილი. ან წარმოიდგინეთ, რომ სტუმრები გყავთ და თქვენს ერთ-ერთი ოჯახის წევრს დაძინება სიმშვიდე და დასვენება სურს. ამ შემთხვევაში ფიზიკურად და აკუსტიკურად მკვეთრად გამიჯნული სივრცეები დისკომფორტს აგარიდებთ. მოდი განვიხილოთ სამზარეულოს დაგეგმარება. სამზარეულოში სამუშაო სამკუთხედი უნდა შეიქმნას, რაც ნიშნავს, სწორი თანმიმდევრობით გადავანაწილოთ მაცივარი, ხელსაბანი და ქურა. ეს თავიდან აგვარიდებს როგორც ზედმეტ ნაბიჯებს, ასევე იატაკის დაბინძურებასაც. წარმოიდგინეთ, მაცივრიდან იღებთ პროდუქტს. ერთი ნაბიჯი რეცხავთ ხელსაბანთან, კიდევ ერთი ნაბიჯი ჭრით სამუშაო ზედაპირზე და ბოლოს გადავდივართ ქურასთან. ანუ გეგმავთ ჩვენთვის პრაქტიკულ უმოკლეს გზას უფრო მეტი ფუნქციური კომფორტისთვის. პროფესიონალი შემზარეულებით სამზარეულოს დაგეგმარებისას ნაბიჯების ეკონომიის მეთოდს იყენებენ. სწორად დაგეგმარებული სამზარეულო საშუალოდ 30%-ით ამცირებს საჭირო თუ უпростоრად არასაჭირო მოძრაობებს და საკვების მომზადებაზე დახარჯულ დროს. ერთი რჩევაც, თუ ტელევიზორს იშვიათად უყურებთ, მაგრამ სამზარეულოში ბევრ დროს ატარებთ, ასეთ შემთხვევაში სამზარეულოს მეტი ფართი უნდა დაუთმოთ. სწორედ ესაა პროპორციების დაცვა საჭიროების მიხედვით. ეს პრინციპი დაგვიცავს როგორც ზედმეტი ფართის დაკარგვისგან, ასევე დაგვეხმარება უფრო ეფექტურად ავითვისოთ არსებული სივრცეები. რომ შევაჯამოთ, დაიწყეთ თქვენი სივრცის დაგეგმარება ყოველდღიური ცხოვრების სცენარის მიხედვით. ეს არ არის მხოლოდ დიზაინი, ეს თქვენი ცხოვრების სტილის გამოხატულებაა. დიზაინი უნდა მოირგოთ თქვენზე და არა პირიქით. მომავალ შეხვედრამდე.